უკრაინაში სიტუაცია კვლავ დაიძაბა. ქვეყნის არმიამ ხარკოვი დონეცკის დამაკავშირებელ გზაზე საკონტროლო რეჟიმი აამოქმედა. რუსეთის ხელისუფლებამ კი მეზობელი სახელმწიფო საზღვარზე წვრთნები დაიწყო. სასაზღვრო რეგიონებში რუსის შეიარაღებული ძალების მომრავლების გამო ოფიციალურმა კიევმა ანტიტერორისტული ოპერაცია შეაჩერა. რა მდგომარეობა უკრაინაში ვცლად სოფო ფუტკარაძე ამბობთ. 5 დაღუპული და რამდენიმე დაჭრილი მსხვერპლით დასრულდა სპეცოპერაცია უკრაინის აღმოსავლეთით ქალაქ სლავიანსკში. ქალაქში უკრაინული ჯავშან ტექნიკა შევიდა, გზები მებრძოლებს აქვს დაბლოკილი, თუმცა ხელისუფლებამ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საფრთხის გაზრდის გამო ანტიტერორისტული ოპერაცია შეაჩერა. მანამდე ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მარიუპოლში ადმინისტრაციული შენობა გაათავისუფლეს. შეტაკება მოხდა არტიმოვსკში. ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით მოწინააღმდეგე მხარეს დიდი რაოდენობით მსხვერპლია. ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა დაუზუსტებელია. სეპარატისტები შტურმისთვის მზად არიან. ტერორისტების განკარგულებაშია ავტომატები, ტყვიამფრქვევები, სანადირო თოფები და ყუმბარები. ასევე გვაქვს პატარა სიურპრიზის მომზადებული. თავდასხმისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებ, თუმცა ქალაქში შემოჭრის შემთხვევაში სათანადოდ დავხვდებით. დონეცკში კრიზისის გამწვავებასთან ერთად მოსახლეობაში შიში გამძაფრდა. ეგრეთ წოდებული სეპარატისტები მშვიდობიან მოქალაქეებს პრორუსული ინტერესების დასაცავად. შიშველი ხელებით ბრძოლისკენ მოუწოდებენ. კონფლიქტის ფონზე რუსეთმა მეზობელი ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან წვრთნები დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ამ რეგიონებში 2000-მდე უკრაინული მილიციის თანამშრომელია მობილიზებული. თუ ეს სამხედრო მანქანა დღეს არ შევაჩერეთ, დიდი რაოდენობით მსხვერპლის მომწრეები გავხდებით. იძულებული ვართ რეაგირება მოვახდინოთ, რადგან ნატოს სამხედრო სწავლები და უკრაინაში შექმნილი სიტუაცია ნორმალიზაციის პირობას არ იძლევა. პუტინი უკრაინაში სადაბრძოლო ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში სავალალო შედეგებით იმუქრება. დასავლეთის ქვეყნების სანქციები რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური ინსტრუმენტია, რასაც პლუს ვერ დაუწერ. თანამედროვე მსოფლიოში სანქციები არაეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. ჩვენ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრები ვართ და არსებული კანონების ფარგლებში საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალება გვაქვს. მანამდე ბარაკ ობამამ რუსეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ ჟენევის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამერიკა ახალ შეზღუდვებს აამოქმედებს. ზეწოლის განახლებაზე ფიქრობს ევროპაც. ბლოკმა შესაძლოა ყირიმში ბანკებთან ფინანსური ოპერაციები აკრძალოს. ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ მომდევნო კვირას უკრაინა რუსეთს შორის გაზის უსაფრთხო ექსპორტთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება. ოფიციალური კიევისგან ჟენევის შეთანხმების დაცვას მოვითხოვთ, რათა არალეგალური დაჯგუფებების განიარაღება მოხდეს. ასევე რუსეთის ფედერაცია შევახსენეთ, რომ უსულენოვან უმცირესობაზე გავლენა იქონიოს და ოკუპირებული შენობების გათავისუფლებას ხელი შეუწყოს. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ უკრაინის შემდეგ პუტინი მთიან ყარაბაღს მიწვდება.